24 საათი ტყეში მხოლოდ ნაჯახით და პატარა მშრალი ჩანთით. მომიწევს ცეცხლი დავანთო ნაჯახით. მოვიპოვოს საკვები და ვცადოს სხვადასხვა ვარიანტები. ეს არის უზარმაზარი პროტეინი. მაქვს ძალიან ცოტა წყალი, ასევე არ მაქვს არც კარავი, არც საძირე ტომარ, არც იშსაკები, არაფერი მსგავსი. მხოლოდ ნაჯახი და ერთი განსაკუთრებული ნივთი. ჩაუჯექით მეგობრებო, შეიძლება შემდეგი 24 საათი საერთოდ მშიერი ვიყო. ეგ უკვე არ ვიცი. გამარჯობა მეგობრებო, თქვენ უყურებთ VBR Wild-ს. ამ ვიდეოში ჩემ თავს მოუწყობ მორიგ გამოცდას, ეს იქნება სათავგადასავლო გამოცდა. მოკლედ რას ვაპირებ დღეს? დღეს მხოლოდ მაქვს წამოღებული Fiskars X7, ჩემი ახალი ნაჯახი Knife-G-დან. Knife-G არის ჩემი პარტნიორი ასეთ თემებში, ნაჯახები, დანები და ასე შემდეგ. ხო და ეს არის ჩემი ახალი იარაღი და აქ მაქვს dry bag, ინგლისურად, ანუ მშრალი ჩანთა, წყალგამომტარი ჩანთა, რაშიც მაქვს მხოლოდ ეს არის კარდალა, რამე ვიპოვო სადმე წყალი ან საკვები სოკო მაგალითად. ეს არის ქუდი. რა მაქვს ამ მშრალ ჩანთაში? ერთი მათარა წყალი, მხოლოდ ეს არის სადღაც ლიტრანახევარი. წყალიც ტაისონისთვის უმეტესად. ტაისონის ჯამი, ტაისონის Happy Dog-ის საწმელი, ორი კვება. ეს, რომელსაც გაიგებთ რა არის, ძალიან მაგარი რაღაც არის გადარჩენის თემაში. და ეს ტაისონისთვის, რომელიც ღამით ანათებს იმ შემთხვევაში, რომ მეტად მივაქციო ყურადღება. ამებს ჩავალაგებ ისევ. და მეგობრებო, შემდეგი 24 საათის განმავლობაში ვაპირებ, რომ გავჩერდე მხოლოდ ამით ტყეში. ძალიან შეზღუდული ნივთებით რა. აქამდეც გადამიღია მსგავსი რამ, ერთი მაქვს გადაღებული სოსის პატარა რკინის კოლოფით, სადაც პონჩოც გქონდა, ამ შემთხვევაში პონჩო არ მაქვს, რაც შეიძლება გამოვიყენო წვიმის დროს, ასევე მისგან შემიძლია შევქნა კარავი. ეგ არ მაქვს. არც კოღოების სპრეი არ მაქვს და იმედია დღეს არ შემჭამენ. აი ნაჯახზე მაგარი რაღაც მაქვს გავჩვენებთ. მეგობრებო, ვაპირებ, რომ ჩემ თავს მოუწყო ბევრად მკაცრი გამოწვევები, იმისათვის რომ უფრო გავძლიერდე, ჩემი თავიც გამოვცადო და პირადად მე მაგარი მუღამი მაქვს. ცალკე ის უკვე რომ ვიდეოები შევქნა თქვენთვის საოცარი ამ თემაში, ამიტომ თუ ეს ვიდეო მოგეწონებათ და თუ გინდათ რომ მსგავსი გამოწვევები, როგორც ვეძახით, ჩელენჯები, ჯობია ქართულად ვისაუბროთ ხოლმე, გამოწვევები. თუ გინდათ რომ უფრო მაგრები დავდო და უფრო მკაცრები, არ დაგაუწდეთ ამ ვიდეოს მოწონება და ჩემი არხის გამოწერა. 300,000-თან ახლოს ვართ და ძალიან მაგარ რაღაცას ვაპირებ. ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ ამ ვიდეოზე. დილა არის მეგობრებო, მაგრამ რაღაც ღრუბლიანიცაა, მომენტებში მზე გამოვა, მე ესე ღრუბელი და პატარაზე გრუხონიც ისმის რა, თან თითქოს ჩაიხუთა და სავარაუდოდ დღეს წვიმა იქნება. პირველ რიგში უნდა ვიფიქრო თავშესაფარზე იმ შემთხვევაში რომ გამიწვიმდეს. შეშა ყველგან არის. ეს არის როგორც უკვე გითხარით, Fiskars X7. ჩემი იყო X13 ულტრა მსუბუქი ნაჯახი, ეს იმაზე ოდნავ მძიმეა, სულ ოდნავ, მაგრამ სალაშქროდ არის იდეალური. კარგი ზომაა, თქვენს თვალწინ ვნახავ და გაჩვენებთ რეები მაქვს. იმიტომ რომ ასეთი ნაჯახით შეგეძლია კაცმა შექმნა რაღაც გადარჩენის ტიპის ნაჯახი, რომელშიც სხვადასხვა რაღაცებს მოათავსებ, ისე რომ აი რავი, წვალება არ მოგიძევს. ასეთი ქარქაში აქვს, თავის საქამრეც, თავის თავად. ძალიან მომწონს, სხვათა შორის X13-ისგან განსხვავებით, X7-ს წონა აქ მაგრად აქვს გადანაწილებული და მგონია, რომ საჩეხად ბევრად მაგარი იქნება. აქ მაქვს დახვეული სადღაც 5 მეტრიანი პარაკორდის თოკი, 5 ან 4 ზუსტად არ მახსოვს. რაც თავშესაფარში შეიძლება დამჭირდეს, აი რა მაქვს აქ. გამოკაჩავ, ამოვიდა. ვინაიდან დღეს შეზღუდული ნივთებით ვართ, ფანარი არ წამომიღია, მაქვს წამოღებული ერთი ქიმლაითი, რომელიც სავარაუდოდ ღამით მეყოფა. აქ მაქვს კაჟი და კაჟზევე მაქვს სკოჩით დამაგრებული ვაზელინის ბურთულა, რომლითაც დავანთებ ცეცხლს. მხოლოდ ერთი ვაზელინის ბურთულა. ამიტომ მომიწევს ცეცხლი არ ჩავაქრო. აი რატომ არის Fiskars-ის ნაჯახი ამ თემაში საუკეთესო რა გადარჩენის თემაში, იმიტომ რომ ძალიან გამძლეა. რავი, მე ჩემი საყვარელი ბრენდია Fiskars-ი ნაჯახებში და არის აქვს ცარიელი. მაგის პლუსი ერთი ის არის, რომ სუბუქია ბევრად. მეორე კიდე ის, რომ შეგიძლია შიგნით მოათავსო ბევრი რამ.
აბა ვნახოთ მეგობრებო როგორ წავა ჩემი დღევანდელი დღე. არ ვიცი მეგობრებო რამდენად გესმით ხმა, მაგრამ მომენტებში ციდან ისმის სავარაუდო წვიმის მოახლოების ხმა. იმედია სოკო იქნება რა და ჭიების ჭამას გადავურჩები. აქ წამოსვლამდე ერთი რამ არ გამithვლია, რაშიც ძალიან დიდი შეცდომა დაუშვი. ადგილი კარგად არ შევარჩიე. ამ ტყეში არ არის არც მდინარე, რომ სიტყვაზე ვითევზაო. ასევე ამ სეზონზე აქ სოკოს გარდა არაფერი მინახავს. დღეს იმედია სოკოს მაინც ვიპოვი, რომ საერთოდ მშერი არ დავრჩე. ის ბალახი რომ არის ხორბალს რო წააგავს, თავთავები რო აქვს, ოღონდ აი წვეტიანი ბოლოები რო აქვს რა. რაღაც ბუწუწებივით. მაგ ბალახთან ძალიან ფრთხილად იყავით, ვისაც ზაღლი ყავთ. ტაისონს იმ დღეს შევატყე, სადღაც ერთი კვირის წინ, რომ ყურშებოდა ესე სეირნობის დროს, მე და ნინი სეირნობდით და უცებ შევატყეთ ტაისონს ეგეთი რაღაც. ეგრევე უთხარი ჩემს მეგობარს, ნიკას აქედან მოკითხვა, ნიკა არის ექიმი, ვეტერინარი, ჩაუყვანა მეორე დღეს ნიკას და აპარატით რო ჩახედა, ყურის სიღრმეში იყო ეგ ბალახი ჩავარდნილი. ეგ არის ძალიან სახიფათო ბალახი, ბეწვშიც რომ ხდება, შეიძლება კანში შევიდეს, ანუ კი ბალახია და არ მოძრაობს, მაგრამ როდესაც ცხოველი მოძრაობს, ეგ ბალახი წინ და წინ მიიწევს და უკან არ გამოდის რა. როგორც ანკესის ნემსკავია რა, რო შეერჭობა და უკან არ გამოდის, იმიტომ რომ ედება. ეგეთი თემა არის. ხო და ტაისონი ხო იცით როგორი ნადირი არის, რა ჩერდება და ნიკამაც მითხრა, ტაისონი თავისუფლებას არის მიჩვეულ ტყეში გაზრდილი, ამას რა გააჩერებსო და მაგის გამო მოგვიწია გაუკეთეთ ანესთეზია. ტაისონს ეძინა სადღაც 2 საათი ძალიან მითიშული იყო, თითქმის 2 საათზე მეტიც. საბედნიეროდ ნიკა მომოუღო, კიდე კაი მალევე მივედი და არ გაუარესდა, ყურის წამლებიც დავამატე 3 დღე. ახლა ძალიან კარგად არის. უბრალოდ მეგობრებო, თქვენთვის მინდოდა მეთქვა, ყურადღებით იყავით, ყოველთვის შევამოწმეთ თქვენ ძაღლებს ყურები, განსაკუთრებით ვისაც კოკერსპანიერი ყავთ, იმიტომ რომ ნიკა მითხრა, რომ უმეტესად კოკერები მოყავთ ხოლმეო. და იცით როგორი სევდიანი მომენტი იყო ჩემთვის, აი ტაისონს რო უყურებ, სულ მოძრავი როა, სულ რო რაღაცას ეძებს, სულ თამაშს მთხოვს, სულ ცერქობს და უცებ აი ანესთეზია რო გაუკეთეს. ხო ვიცი რომ არაფერი მოსვლია პირიქით კარგად იყო, საშიში არ არის, მაგრამ აი ძალიან განვიცადე რა, სანამ არ გამოფხიზდა, გულზე მეწვინა და ვეფერებოდი. აი ესე განვიცადე რომ ეგეთ მდგომარეობაში ვნახე. მეგობრებო, პირველ რიგში დავიწყებ საჭმლის ძებნით. აქვე გარშემო ბევრი სწორი ჯოხია, რო რამე აი ეს რაც გაჩვენეთ, ოქროსფერი ვერცხლისფერში რო იყო ფოლგასავით. მაგით რო რამე თავში საფარი რო გავიკეთო რა. აშკარად ტყეში წუხელაც იწვიმა, იმიტომ რომ სულსველია მიწა რა. მაგრამ ეს სოკო უნდა ვიპოვოს საკვების თემაში, იმიტომ რომ შიერი არ ვიყო. ვინაიდან მშრალ ჩანთაში აღარ ჩამეტევო და დღეს უსადენო დამტენიც არ მაქვს ამოღებული, შესაბამისად ცოტა უნდა დავზოგო კამერის ელემენტი, რომ არ დამიჯდეს ისეთ მომენტში, რომ მე ვინანო საერთოდ. ბოლო 24 საათი ვრჩები აქ. ამ ხეს სავარაუდოდ ჭია ეყოლება. იმედია არ დამჭირდება და სოკოს ვიპოვე. იმედია ჭიების ჭამა არ დამჭირდება. არა და ზოგადად ბევრ პროტეინს შეიცავს მსგავსი არსებები და დანაყრებაში გეხმარება. ოკეი, დარახია. დიდი წაქცეული. ამას სიცოცხლე იმდენი რაღაც ეყოლება. ძალიან ბევრი. რა არ მინდა. ჯერჯერობით არ მინდა. სოკო მინდა, სოკო. ეს დაღღევის მიზნით ვამოწმებ რა. აქაც არაფერი ესეთ, ვაი მეგონი. მომიწევს რომ საერთოდ შიერი ვიყო. ამას გაჩეხვა უნდა რა. ეს აგავს ფეტვის ჭიას, ამაში ბევრი ცილებია. უბრალოდ ბევრი უნდა მიიღო, რა თქმა უნდა, ერთს რომ მიიღებ, ისეც არაფერს გიზამს, რომ აი დავნაყრდი და რაღაცაა. ყოველ შემთხვევაში მეცოდინება, რომ ამის პონა შემიძლია აქ და აქ. ხო არ შევაგროვო ბარემ. ეს ერთი იყო მარტო. კიდევ ერთი ოღონდ პატარა არის.
ოპა ეს არის უზარმაზარი პროტეინი. იმედია მარტო ამერების იმედად არ მომიწევს ყოფნა. ამხელა ეკუაქ. ხილად უნდა ვქნათ, ხარე? ისე იჭრებიან და ისე ქრებიან, ვეღარ ვამჩნევ. ვა. არ დავტოვოთ შიერი. აქვე გამოჩნდა ლოკორა. რის ამაში დარწმუნებული არ ვარ, რომ იჭმევა. ეს ის არის, ბევრს გონია ხოლმე ლოკოკინა. ლოკოკინა ძალიან წააგავს. უბრალოდ ამას ნიჟარა არ აქვს. ნესტიანი ადგილები უყვარს. მაგრამ იცოდეთ აქვე, ეს არსება ლოკოკინა არ არის. უბრალოდ თუ შენიშნავთ ბაღში, ვენახში, იქიდან მოაშორეთ, იმიტომ რომ ანადგურებს მოსავალს. ცოტა ხანი ჩამოვდე დავისვენო სავით. აშკარაა რომ ამ ხეს ბევრი ყავს, უბრალოდ კარგი ძებნა უნდა, რა კარგად უნდა შეჭქნა, ბევრი ჩეხოდა. ნახოთ თუ ეგეთ სიტუაციაში აღმოჩნდი, აი უკანასკნელი გამოსავალი იყოს ეგ ჭიები, მაშინ კი თუ არა და არ მინდა რა. რაღაცა გასუფთავდა და რავი, შეიძლება საერთოდ წვიმა აღარც წამოვიდეს. მაგრამ ჯერ დილა არას გაიგებ. მოდი ტაისონ შენ წყალს დაგიდებ და საჭმელს რომ კონდეს. გამოსვლამდე მიირთვა ტაისონმა უთენია, ამიტომ ეს ახლა არ შეჭამს. ამას ვიცი რაც უნდა. წყალი. ტაისონ დანარჩენი მეც რომ კონდეს. ამ ვიდეოზე თუ იქნება შესაბამისი აქტიურობა, აუცილებლად ვაპირებ გადავიღო თავისი ტიპის ვიდეო, ოღონდ ამჯერად საერთოდ წყლის გარეშე. რა შეიძლება ერთი კონკრეტული ნივთი ავირჩიო, ეს იქნება მაჩეტე, ნაჯახი თუ დანამნიშნულობა არ აქვს, მაგრამ აი არაფერი საერთოდ მერე რა. წყალი უნდა გამოვიზოგო. ასეთ შემთხვევაში მე სადაც ვიმყოფები, ეს ტყე არის ასე თუ ისე უწყლო ტყე რა. მე აქ რამდენჯერმე ყოფილი ვარ ასე ამ მიდამოში და წყალი არსად მინახავს. ერთადერთი სადაც შეიძლება აქ წყალი იპოვო წვიმის შემდეგ, ეს არის ხეში ჩამდგარი წყალი, რომელიც ეგრე არ უნდა დალიო, რა თქმა უნდა, შეიძლება შინამდე ცოფიანმა ტურამ დალიოს. არა, ცოფიანი არ დალიოს, იმიტომ რომ წყლის შიში აქვს მაგ დროს. ნუ შეიძლება შინამდე საერთოდ ტურამ დალიოს, გელმა არ აქვს მნიშვნელობა. ცოფი თუ არა სხვა რაღაც გადაგედება რა, საშიშია. ამიტომ ჯობია მაგრა დადუღო და დალიო, ეგეც ისეთ სიტუაციაში, აი მართა წყალს ვეპოულობ და უკვე უკიდურეს სიტუაციაში რო ხარ, რა, უკიდურეს ვითარებაში თორე. ისე არ უნდა დალიო. ამას გამოვიზოგო. ამის დროც მოვიდა. რა არის ეს? ეს გამოვიწერე ტემუდან, სადაც გინდა იყიდ, ყველა ერთი და იგივეა რა. ფოლგას გავს.
დანამდვილებით არ ვიცი საერთოდ რა მასალაა, მაგრამ ამის მიზანი რა არის? იმ შემთხვევაში თუ თავს ამოყოფ რთულ სიტუაციაში ხარ, წვიმაში, ქარში, ყინვაში, თან არ გაქვს არც საძილე ტომარა, აი არაფერი რა, უბრალოდ ტანსაცმელი გაწვია და ხარ. ეს არის ძალიან მაგარი რაღაც. სითბოს მაგრად იჭერს, არ უშვებს წყალს, მეგობრებო. შეგიძლია გაქაჩო ყინვაშიც, წვიმაშიც, სადაც გაგისტორდება. სხვათაშორის, აი შემოხვევიდან რამდენიმე წამში გძნობს სიცხეს, იმიტომ რომ ჩემი ორგანიზმი რა სითბოსაც გამოყოფს, ეს აკავებს გარეთ არ უშვებს. აი ფოლგაში მომზადებულ ხურდ-დავემსგავსები, ამაში რო გავეხვიო ახლა და სადმე მზეში გავიდე რა. ეგ მაგარი პლუსი აქვს ამას. სხვათაშორის ფისკარსის ჩემი ნაჯახი X7 არის ფისკარსის ნაჯახების ერთ-ერთი პატარა ვერსია. თუ ვინმეს გაქვთ ფისკარსის ოდნავ დიდი ნაჯახი, ძალიან დიდი რო არ ავიღოთ და X7-ზე დიდი რო იყოს სადღაც ამხელა. მის სტარში უკვე იმხელა ადგილია, რომ შეგიძლია ეს ფოლგა დაუძახოთ, დაკეცო და შიგნი მოათავსო რა. საერთოდ მაგის გადაღებას ვაპირებდი. უბრალოდ ტარში ფიზიკურად არ ჩაეტია ეს. შემდეგ მაგიტო ავიღე ეს მშრალი ჩანთა. მაგარი რაღაც არის მეგობრებო, ამით შეგიძლია გააკეთო თავში საფარი, ზედ დაწვე, მეორე ნახევარი გადაიფარო და დაიძინო თბილად. არანაირი პრობლემა არ გექნება. აი ზუსტად მაგას გეუბნებოდით, თუ ეს ვიდეო ავა, მოდი თქვათ პირობითად 10,000 მოწონებაზე, ზამთარში გადავიღებ ლაშქრობას საძილე ტომრის, კარვის, ტენტის, ძირსაგების და ეგეთი რაღაცების გარეშე მხოლოდ მექნება ეს და ნუ ნაჯახიან რაღაც ეგეთი. აბა რას ფიქრობთ მეგობრებო? დღეს ამაში ვაპირებ დაძინებას. სავარაუდოდ ესე გავწვევი და მეორე ნახევრს გადმოვიფარებ. ზუსტად მაგ ზომაზეა გაქცევი რა. აი გათვლა აქვთ ეგ გაკეთებული. შენ რა გინდა ვაჟ ბატონო? ვიცი შენ რაც გინდა. თამაში. შუა დღეა მეგობრებო უკვე და ჯერ ვერაფერი ვნახე ისეთი. შედარებით უფრო დაცხა კიდეც. ციკადების ხმამაც მოიმატა, ესე იგი მართლა უფრო დაცხა. ეგენი სიცხეში აქტიურდებიან. ეგრე ბურღავენ ტვინს. საკოების მოპოვების ერთი იდეა მომივიდა. იმედია გამოდგება. რა ნადირი ნაჯახია ე. მოვიდა გადამიგდი. გადავუგდე კიდეც. ვაპირებ მიწის ამოთხრას. გაზაფხულზე რომ იასამნისფერი ლამაზი ყვავილებია ხოლმე. ტყეში ამოსული, სხვათა შორის ყიდიან კიდეც. მაგის ბოლქვები იჭმევა. გემო არასდროს გამისინჯავს, მაგრამ იჭმევა და ახლა აღარ არის ეგ ყვავილები, მარტო გაზაფხულზეა, მაგრამ მეგობრებო, რო გავთხარ რომ იწა, ბოლქვები ისევ იქნება. ამიტომ მაგას ვაპირებ ახლა.
იმედია მივაგნეთ რა. ვა, გაქრა. რეებსაც პოულობ ძირითადად ეს არის რკოები, რაც ამოსვლას იწყებს. ასეთია რა თხილივით არის. მეგობრებო, ნახეთ თხრის დროს რა ვიპოვე. გაიც ტაისონს ორი ჩაგავლებს და წარია. დიდი ხოჭო, რომელსაც აქვს ძალიან ბასრი ყბები. შეხედეთ რა ბასრი ყბები აქვს. ეს რო ჩაგავლებს მაგარს დაგაღრიალებინებს. ფეხებიც არანაკლებია. მაგარი რაღაც არის ძალიან, მაგრამ ამის შეჭმას არ ვაპირებ. წადი დაადექი შენ გზას. ვაიცი. გონი იყო აი ახშევამში და ხوار გავაყოლე. აი ეს არის. ეს მინდოდა. ეს ფესვია. აქედან წამოდის ღერო. ეს არის თვითონ ბოლქვი. სადაა გადასაგდები. ასეთია შიგნიდან. გემოც საინტერესო უნდა იყოს. რას ფიქრობთ? მეგობრებო, დღეს იმედია ისე არ მომიწევს. რამდენიმე უცხოელი იუთუბერთან მინახავს ასეთი სტილის ვიდეო რო გადაუღიათ და მერე დარჩენილიან მშივრები. ზოგადად, როდესაც ეგეთი რაღაცის გადაღებას თუ არა, უბრალოდ შენ თავის გამოცდას დააპირებ, ჯობია ისეთ ადგილზე წახვიდე, სადაც იცი რომ რაღაც არის. ამ ტყეში მაგალითად შემოდგომას შეიძლება იპოვო კენკრა. ახლა არაფერი არ არის. სოკოს იმედი მქონდა და არ ვიცი რატო, მაგრამ საერთოდ არ არის და წვიმა იყო, თბილა, ყველაფერია სოკოსთვის რაც უნდა იყოს. ივლისია თან. უკვე აწი სოკო არის. აქ არაფერი არ არის. სხვა რავი რა უნდა გითხრათ. ნადირობით მე არ ნადირობ. არც ვაპირებ ნადირობას, თევზაობას ვაპირებ. თევზაობის სტილში ასეთ ვიდეოებს გადავიღებ. და დავრჩი აგერ ბოლქვების იმედად, კოღოები შემჭამენ. ბოლქვების იმედად და რაღაც ჭიების იმედად. უნდა გავთალო ეს რა. კარტოფილი ვით ითლება. კარტოფილი მგონია ან ვაშლი. მგონია რომ ტკბილი იქნება. აი ნახეთ როგორია. კოღოები არ შემჭამოთ. რაღაც ნაცნობი სურნელი არ აქვს. მე ვიცოდი რომ ტკბილი იყო და მეგობრებო, სერიოზულად გეუბნებით, უსაშინლესი გემო აქვს, რაღაცნაირი წარე, მაგრამ ისეთი მწარე კი არა, რომ პირი დაგწვას და რაღაც. ეგრევე ყელში წავიდა სითხე და საზიზღარია რა. აუ არ ვიცი ეგეთ გემო რატო ქონდა. ყელი ამეწვა.
ის დანამდვილებით ვიცი რომ მაგის ბოლქვია მაყვავილის. მაგრამ ეგეთი საზღარგემო რატო აქვს? მე ვიცოდი რომ იყო ტკბილი. მინახავს უცხოელები ვიდეოებში ამას რომ ჩიჩქნიდნენ. აი ეგეთ ვიდეოს რო იღებდნენ. მე დაჭრა ტიპმა გათალა ჭამა კარტოფილივით და ასეთი საზიზღრობა თუ შეჭამა საღო. ამას შეჭამ იცით როდის აი შიმშილით რო ყვდებოდე. ახლა ერთი დღე სულ არაფერი ჭამო ჯანდაბას თავი გამისკდება მაქსიმუმ დანარჩენი არაფერი მომიო გავძლებ. აუ რა საშინელება ამას ჯობდა რავი ფოთლები მეჭამა. აი ჭკვიანი კაცი რაც მოვედით. წყალი, გართობა. საჭმელი საღამოს. მეგობრებო, კამერა არის 62%-ზე, ახლა არის 5:09. დაღამებამდე დარჩა სადღაც 4 საათი, ან ცოტა მეტი. რო დაღამდება ვეცდები მაქსიმალურად ადრე დავიძინე, იმიტომ რომ შიმშილი ნაკლებად რო ვიგზნო. ეს საზიზღრობა იყო, აი, სასაზე მაქვს გეგონება მაგის წვენი მიწებებული და ვერ ვიშორებ, რა ისეთი ცუდი გემო აქვს. არაზუსტ გასინჯოთ, არც გირჩევთ. ან შეიძლება ერთი ვარიანტი მაქვს. შეიძლება გაზაფხულზე, როდესაც ყვავილობს, მაშინ გემრიელია და ტკბილი, იმიტომ რომ გამიგია ხალხის გარო რავი ტკბილიაო რა და შეიძლება მერე უკვე ასეთი ცუდი გემო უჩნდება. ეგ არ არის გამორიცხული. დროა გამოვიყენო ჩამალული ნივთები. ქიმლაითი არ მჭირდება, მჭირდება მხოლოდ კაჟი და ვაზელინის ბურთულა და ნაჯახიც. ნაჯახით არასდროს მიცდია და იმედია კარგად გამოვა. გაკვრა კაჟის. რო ბასრი კუთხე უნდა რა. იმედია ნაჯახის თავი გამოდგება. ჯერ ცადო ისე. ვინაიდან მხოლოდ ერთხელ მინდა ცეცხლის დანთება, გამოვიყენებ ნაჯახის პირს. ასეთი რაღაც ხშირად არ ცადოთ, იმიტომ რომ მე შეიძლება გააფუჭოთ. ეგ არის. ეს რო ჩაქრეს, ცეცხლს ვეღარ დავანთებ. რა შავი კვამლი გაუშვა. წებოვანმა ლენტმა. მართალია დღეა, მაგრამ წინასწარ ვანთებ. ნაკვერჩხალსაც დადებს მანამდე ცეცხლს დავანთებ და იქნება რა. მერე უკვე აღარ ჩაქრება. დაისონ, შენს გადაგიგდებ რომ ეს დამელოდე უბრალოდ ჯები დამდია. როგორ გადახდა. მეგობრებო, აი ამდენი ხანია ვფიქრობ ამაზე რა. ბევრი რომ ეპოვა ეს ხის ჭიები. შევჭამდი. ასე ავიღებდი და წკაპ, შარშან მაქვს ეგეთი ვიდეო გადაღებული. მაშინ ახლა ბლომად ვიპოვე და ვჭამე. მაგრამ ამ შემთხვევაში ორია მარტო. მეტი მართლა არ იყო, რავი, ვერ ვნახე რა. ამიტომ ამის მიღება ჯობია საერთოდ არ მიიღო, არაფერს გიზავს ეს. ორი.
ცეცხლთან გადმოვედი ცოტა ახლოს, იმიტომ რომ საღამოს გამოცხადებული იყო სადღაც 11-12 გრადუსი. აქეთ შედარებით მაინც გრილა რა. ასეც არ მინდოდა. აქ ცოტა სითბოს მივიღებ. გადავალ მე მოშორებით, ორი აქ ყვამლი გამგუდავს და სახე დამეწובה. ხვალ მექნება დახეთქილი აქ რო დავრჩე. ეს რაღაც ატურების ხმა გამიგია არაფერი. იმედია ეგეთი მშვიდი ღამე იქნება. ამ შიმშილში კიდე რა უნდა გავიგო. აუ ღამით მიყვარს, მაგრამ ახლა უბრალოდ ფანარი არ მაქვს ფიზიკურად. პირდაპირ ავანათებ ხოლმე ხეებს და ასე ვწევარ. განსაკუთრებულად ლამაზი ჩანს მაგ დროს. რით ვერ დაიღალეთ აი ისო. მაინც უნდა ავდგე ახლა ცოტა შეშა დავაწყო და დავწვევი და ვიძინე. ამაში კიდე მართლაც მაგარი თბილი რაღაც აღმოჩნდა რა. ამათვე დიდი განატვენის ბურღო დაიწყეს. სადღაც 6-ის წუთებზე გამეღვიძა რა, მაგრამ სპეციალურად არ ავდექი. მიღვიძა, მაგრამ არ ავდექი, ესე ჩემთვის ვიყავი. თან კამერა გათიშული მქონდა ელემენტის დაზუგვის მიზნით და ახლა ჩავრთე 9 წუთებია უკვე. მანამდე კარგადაც გამოფხიზდი. ჩემი უკანასკნელი წყალი დავლია სადღაც 3-4 ყლუპი. როგორც ხედავთ მეგობრებო, ასეთი შეზღუდული ნივთებიცაც კი შესაძლებელია რომ სადღაც უბრალოდ გაჩერდეთ, თუნდაც ერთი ღამე. ერთი ღამე ზოგადად ისეთ სირთულეებს არ მოიცავს ხოლმე რა. თუნდაც საკვების და წყლის თემაში გეუბნებით, წყალი დილას როგორც გითხარით 4 ყლუპი ჩავყრაპე სადღაც. ხოდა აი 3 დღეც ადამიანს უკვე რისკები აქვს წყალზე რა. უშორდი კოცონს და წამოვიდნენ ეგრე. ხო და საწმის თემაში სხვა დროს გადავიღებ, როგორც გითხარით ასეთ ვიდეოს აუცილებლად უბრალოდ მეგობრებო შევარჩა სპეციალურად ისეთ ადგილს, სადაც რაღაც მრავალფეროვნება იქნება. განა იმიტომ რომ ბევრი ვჭამოდა რაღაც და არ მშიოდეს. ახლა მაგრად მშია, მაგრამ რას ვიზამთ რა, გამოცდილება არის, სახში რომ მივარ სამაგიეროდ გუშინძელს ავინაზღაურებ და დღევანდელსაც დავამატებ. უბრალოდ ეცი რა თემა იქნება მრავალფეროვნების თემაში, უფრო საინტერესოა, ბევრად მეტ რაღაცას გავიგებთ, რისი ჭამა შეიძლება ასეთ პირობებში და უფრო გავერთობი რა. ეს იყო ეს ყველაფერი, რაც გამომადგა და დღეს დამეხმარნენ, გუშინდელიდან მოყოლებული. მეგობრებო, დღესთვის სულ ეს იყო, თქვენ უყურებდით BBR Wild-ს. თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, არ დაგავიწყდეთ. დაწეროთ თქვენი აზრი კომენტარებში, მოიწონოთ ეს ვიდეო და არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა თქვენი სურვილის სამეფრო. აბა მაგრად მეგობრებო, თქვენ უყურებდით BBR Wild-ს.